დღეს დღე მისდევს და კვირას კვირა ვერც ჩვენ და ვერც ვერავინ გადაავადებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის არჩევას არჩევის დღეს მალე როცა იქნება კი არა საკმაოდ მალე ალბათ აპრილის მიწურულს მაისის დასაწყისში 39 უმაღლესი საეკლესიო იერარქიის სინოდის ხდომაზე შეიკრიბება და ქვეყნის 142 პატრიარქს აირჩევსო ასე ვამბობთ და ფორმალურად სწორიცაა მაგრამ ერთი საყურადღებო ყურადღება მისაქცევი დეტალიც აირჩევს სრულიად საქართველოს რიგით მეათე ხაზგასმის ვამბობ რიგით მეათე კათოლიკოს პატრიარქს მე-20 საუკუნეში ანუ ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ კირიონი იყო პირველი ილია მეორე იყო მეცხრე ამასთან სინოდი აირჩევს პირველ პატრიარქს ილია მეორის შემდეგ ანუ ილია მეორე ხო ახლა გარდაიცვალა და ეს ძალიან სერიოზული გამოწვევაა ჩვენ ობიექტურად არ გვაქვს ტრადიცია მეხსიერება ისტორიული მეხსიერება როგორც ასეთი ბოლო პატრიარქი ყურადღება მიაქციეთ ვინც დამოუკიდებელ საქართველოში გარდაიცვალა ილია მეორე გარდაიცვალა ახლახან აი მანამდე ვინც ილია მეორემდე ვინც გარდაიცვალა ბოლო პატრიარქი იყო ხსენებული კირიონი 1918 წელს ანუ ლეონიდეც კი კირიონ საძაგლიშვილი ლეონიდეც კი მისი დაუძინებელი კირიონის დაუძინებელი მოწინააღმდეგე გარდაიცვალა არა დამოუკიდებელ არამედ სწორედაც რომ საბჭოთა საქართველოში რაც ეხება კირიონს რომ დავაზუსტოთ კირიონი კი არ გარდაიცვალა მთლად ზუსტი სიტყვა არ არის ეს არამედ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთ თვეში ივნისის მიწურულს 1918 წლის ივნისის მიწურულს ის მოკლეს დავუბრუნდეთ ღევანდელობას მოკლედ ერთია ტრადიციისა და ისტორიული მეხსიერების არ ქონა და მეორეა კიდევ სხვაგვარი როგორ თქვა ახლა გამოწვევები რომელთა გამოც უკვე ამთავითვე შეიძლება ითქვას რომ სინოდის წევრთა სრული კონსენსუსი სრული ერთხმიანობა თანხმობა თუ გნებავთ ასე ვთქვათ ამ საკითხზე პატრიარქის გამორჩევის საკითხზე არც იქნება და ვერც და საერთოდაც მომავალში იშვიათად თუ იქნება სრული კონსენსუსი ნებისმიერ საკითხზე ამასაც ვიტყვი. დიახ, უნდა ვიცოდეთ, რომ ვინც ახლა შეირჩევა, ვინც გახდება ეკლესიის მთავარი იერარქიის დიდი უპირატესობით ვერ დაჯაბრის კონკურენტს. ვერ დაჯაბრის სხვა კანდიდატს ვერ დაჯაბრის და კიდევ უკვე ამთავითვე უნდა ითქვას შემდეგიც და ამ სიტყვების ადრესატი არის პირველ ყოვლისა ქართული ოცნების ხელისუფლება. მოკლედ, უნდა ითქვას აი რა, ვინც არ უნდა გახდეს პატრიარქი, ვინც არ უნდა გახდეს, ყველა პირდაპირმა ან ირიბმა კულისებში მყოფმა აქტორმა, ანუ პირველ ყოვლისა ქართული ოცნების ხელისუფლებამ, სამღვდლო პირებმა, აგრეთვე აქტიურმა სპიკერებმა, მოქალაქეებმა, საზოგადოების ნაწილმა, მოკლედ ყველამ უნდა იხუჩოს და შემდეგ მაინც უნდა იხუჩოს და უნდა აღიაროს ახალი პატრიარქის და მისი ძალმოსილება, უფლებამოსილებას ხაზგასმით ვამბობ დამოუკიდებლად იმისა, ემხრობოდა თუ არა მას ახალ პატრიარქს, როცა იქნება არჩეული ის წარსულში და პატივი უნდა სცეს, მიიღოს ის, ვინც იქნება, ვინაიდან და ახლა ვიტყვი მთავარს, არ აღიარება და ვერ შეპუება თუნდაც მიუღებელ კანდიდატთან, ვერ შეპუება, როგორც ასეთი იქნება ყველაზე უარესი ამბავი უარესთა შორის, რაც კი შეიძლება მოხდეს ამ ურთულეს ვითარებაში, დიახ, არ აღიარება შედეგებისა, უარესი იქნება თავად პირველ ყოვლისა ეკლესიისთვის, საზოგადოებისათვის და კიდევ ქვეყნისათვის, რომელზეც ბუნებრივია, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამ ქვეყანაზე, ჩვენს ქვეყანაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესიის არ გამოსარიცხი, აი ჯერაც არ გამოსარიცხი გახლეჩვით, რაც იმედია არ მოხდება, დაინტერესებულია პუტინიც რუსეთის ინტერესი საქართველოს ყველა მიმართულებით დასუსტებაა ზოგადად გუნძიაევიც რუსეთის ზოგადად რომელსაც უპირველესად უნდა მის მიმართ მორჩილი საპატრიარქო და პატრიარქი და მეორე ვარიანტი B ასე რომ ამბობენ ხოლმე უთუოდ განიხილავს გახლეჩვას გახლეჩილობას ეკლესიისა და კიდევ ერთი აქ იგითხარით რომ მოწოდება უნდა მივიღოთ ნებისმიერი პირი ვისაც გამოარჩევს სინოდი მიემართება ყველას მიემართება
ყველას და უპირველესად კი ვისთვის მოსაწონი და ვისთვის დასაწუნი მოსაყდრე შიო მუჯირის მომხრეებს მიემართებათ პირველ ყოვლისა. საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდში თვალსაჩინოა ტენდენცია, რომ რაღაცა პატრიარქმა ილია მეორე მოსაყდრეთ შიო მუჯირი დანიშნა 2017 წელს, ეს ავტომატურად ნიშნავს მემკვიდრეობას, რაც მეტი რომ არ თქვა, არასწორია გონიერ პატრიარქს, ილია მეორეს გონიერ პატრიარქს არ გაუჭირდებოდა წარმოთქვა სიტყვებისა მემკვიდრე და სიცოცხლეშივე აარჩევინებდა შიოს პატრიარქად. გონიერ პატრიარქს არ გაუჭირდებოდა და მოსაყდრე არ არის მემკვიდრე, ესეც უნდა გავიგოთ. ოდეს პატრიარქს არ გაუკეთებია ფაქტია, მე კი ახლა მეუფე შიოს კი არ ვაკრიტიკებ მაინც და მაინც არამედ წესსა და კანონზე ვსაუბრობ უპირველესად. მოკლედ გამარჯობა, მე ვარ ირაკლი ტაბლიაშვილი, ეს არის კონტექსტი ჩემი საავტორო გადაცემა, რომელიც რაღა დაგიმალოთ და დეტალებსაც შეეხება, მაგრამ ედიტორიალის ბოლო ნაწილი კი მიეძღვნება, შეეხება მომავალს და არა გარდასულ ამბავს. ანუ მე თქვენი სებართით მომავალზე ვისაუბრებ, ჩემს აზრებს, მოსაზრებებს, პოზიციას გაგაცნობთ მნიშვნელოვან საკითხებზე ამავე დროს, იმისათვის რომ უკეთ გითხრათ ჩემი სათქმელი არსებულ კონტექსტზეც გავამახვილებ ყურადღებას. ტექსტი კონტექსტის გარეშე მართლა არ აღირებულია ხშირ შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში თუ ყოველთვის არა, მოკლედ გთავაზობთ ჩემს ტექსტს აზგარდაცვლილ კათალიკოსზე, მის დაკრძალვაზე, გარკვეულ საყურადღებო და საინტერესო დეტალებზე და სხვა ამბებზეც და ეს ტექსტი იწყება ასე, ზუსტად ერთი კვირის წინ. სულ დავხედოთ, აი 15 საათიდან 07 წუთია, ზუსტად ერთი კვირის წინ, ზუსტად ამ დროს, ანუ დღის 3 საათზე დაახლოებით და ახლა 3 საათია ოდნავ მეტია. გითხარით სამების საკათედრო ტაძართან, ვიმეორებ, ტაძართან უამრავი, ნახეთ რამდენი მოქალაქეა გამოსული, უამრავი გლოვიარე ჭირისუფალი მოქალაქე იმყოფებოდა ტალღებად მიიწევდა ხალხი ბარათაშვილის ხიდი,ავლაბრის აღმართი, მოედანი, ქუჩები, ჩიხები, ამბობენ რომ მილიონზე მეტი მოქალაქე იყო ქუჩებშიო, 9 მილიონის რომ ყოფილიყო, ესეც უპრეცედენტო ამბავია. ჩვენს მეხსიერებას ყოველ შემთხვევაში ამგვარი ამბავი არ ახსოვს. მოკლედ, ზღვად მოედინებოდა ხალხი, რომელსაც სურდა დამშვიდობებოდა ნამდვილად მასშტაბურ პერსონას. გავბედავ და ვიტყვი, არა მხოლოდ სასულიერო პირს, ასაკვირველია, სასულიერო ლიდერს, არამედ ფართო გაგებით, ხაზგასმით ვამბობ, ფართო გაგებით პოლიტიკურ მოღვაწესაც, რომელიც თუ ასე დავინახავთ, თავად იყო, აი ამ დღის, ილია მეორე იყო, ამ დღის რეჟისორიც კი. ხალხი კი ზღვად იყო, თუმცა უშუალოდ ტაძარში შესვლა ობიექტურ მიზეზთა გამო ბევრმა ვერ მოახერხა. ვიმეორებ, ობიექტურ მიზეზთა გამო, გარდა იმისა, რომ ეს მართლაც შეუძლებელი იყო, არ ვკამბათობ ამაზე, ლოჯისტიკის სამსახურებმა და მენეჯერებმა უფრო აღმასრულებელი ხელისუფლებიდან განსაზღვრეს, ვინ უნდა შესულიყო და ვინ არა, ვინც დამსახურებულად მოხვდა და ეს ადამიანები რასაკვირველია დამსახურებულად მოხვდნენ, ჩვეულებრივი რიგითი ადამიანები, მათზე არ ვამახვილებ ყურადღებას. მოხვდა შიგნით, ისინი ბევრნი იყვნენ განარა, თუმცა დაუმსახურებლად მოხვედრილები კი არა ნაკლებნი, ან ოდნავ ნაკლებნი და შედეგად ტაძარში აღმოჩნდა თითქმის ყველა საერო ხელისუფლების ოჯახის წევრები, დაცვის თანამშრომლები, ალბათ სპეცსამსახურების თანამშრომლებიც, ქართველი სპეცსტუმრები, ოღონდ კარგად არ მესმის რატომ, ანუ ელიტარებიც და ასე შემდეგ და რასაკვირველია სამღვდლო პირებიც, რომლებიც ხაზგასმით ვამბობ, რასაკვირველია უნდა ყოფილიყვნენ კიდეც ჩვეულებრივი მთავრობაში ნაცნობი რომ არ ჰყავდათ იმ მოქალაქეებიდან კი ცოტამ, პრინციპში მაინც ცოტამ თუ შეაღწია. სამებაში არაფერია, გასაგებია, ყურადღება ნაკლებად გასამახვილებელია, იმიტომ რომ ბევრი პასუხგაუცემელი სხვა კითხვა უნდა დავსვა ახლა. უნდა ვთქვა, აი რა, ტაძარში მოხვედრილთაგან ყველა თუ არა ბევრი უთუოდ იყო მგლოვიარე და დამწუხრებული, ამას ვაღიარებ. მათ შორის მართველი ქართული ოცნების გუნდიდან, აი კობახიძე, მართალია უნგრეთშიც იყო მანამდე დამყოფი თუ უშუალეთში, მაგრამ მგლოვიარე კაცის შტაბეჭდილებას სტუმრებდა, ბევრ ლიდერსაც ვერ დავწამებ ახლა ფარისევლობას, ბევრს წასკდა და ჩამოუგორდა გულწრფელი წრემლი. დიახ, ისინიც
ემშვიდობებოდნენ ძვირფას სულიერ მამას, რომელსაც ანუ კათალიკოსს თუნდაც დაუძლურებულს ჰქონდა ერთი უნიკალური თვისება, გამორჩეული უნარი მეთქი ვიტყვი ასე პატრიარქ ილია მეორეს მას შეეძლო ყოფილიყო ნუგეშის მცემელი მათთვისაც კი დიახ ილია მეორე მრავალმხრივ ნიჭიერი კაცი იყო მათთვისაც კი შეეძლო რომ ნუგეშის მათთვისაც შეეძლო ნუგეშის მიცემა ნიჭიერი კაცი იყო გახლდათ ილია მეორე ლოცულობდა მუსიკას წერდა ხატავდა ზუსტად ურთიერთობდა ვიტყვი ასე ქსოვდა ურთიერთობებს და ხანდახან წყვეტდა კიდეც ნაკსოვებს ისევ ლოცულობდა და ყველაფერთან ერთად მას შეეძლო იმ ადამიანების დამშვიდებაც კი ვისაც უთუოდ ჰქონია სასოწარკვეთის საფუძვლიანი მიზეზები დიახ კათალიკოსი მათ ანუ გეშებდა მაშინაც კი როცა ამის ობიექტური საფუძვლები ყოველ შემთხვევაში ჩვენი გაგებით ნამდვილად არ არსებობდა ვიმეორებ ესეც ნიჭია და ნამდვილად ნიჭიერი კაცი იყო ილია მეორე რომელიც ვიდრე შეეძლო პრაქტიკულად ყველა გამოაცილებდა ხოლმე ვიდრე შეეძლო და გზად ეტყოდა დაახლოებით ამგვარ აი მეტნაკლებად კი არა დაახლოებით ამგვარ სიტყვას არ იდარდოთ ყველაფერი იქნება კარგად ეტყოდა ამას რეალურად ზე შეცდომილ შვილებს და ისინი ფთაშესხმულნი თითქოს უფრო ფთაშესხმულნი თითქოს ქართულოს აქაოდა პატრიარქმა შეგვინდო და დაგვინდო ბრუნდებოდნენ შინ და თუნდაც უნებურად მზაკვრობას ამატებდნენ ხოლმე ეგონათ რა რომ ამის ნებართვა კურთხევა ჰქონდათ პატრიარქისგან და არ ჰქონდათ თუ გულახდილები ვიქნებით არა თუმცა ეს სხვა დროს სალაპარაკო განსახილველი თემაა ნამდვილად მოკლედ პატრიარქის გარდაცვალების გამო დაღონებული ქართული ოცნების ლიდერები იქით იყოს და აქეთ კი იყოს არც თუ მცირე ჯგუფი რუსეთიდან რომელიც იმავე ტაძარში ანუ სამებაში ოდნავ მიყუჩებულ მიყუჟულ მიფარებულში იმყოფებოდა იმავე დღეს და აკვირდებოდა პროცესს დიახ ლენინგრადელი კირილ გუნძიაევის და ლენინგრადელი მეორე ბანდიტის ვლადიმირ პუტინის წარმოგზავნილები შესაბამისად საეკლესიო და საერო დელეგაციების წევრები მაინც და დიდად კი არ გლოვობდნენ ჩვენს გარდაცვლილ კათალიკოსს, კი არ სწუხდნენ, კი არ თანაგვიგრძნობდნენ, არამედ ჩუმად და უჩუმრად იმახსოვრებდნენ დეტალებს და ვინის ის იქნებ ჩანაწერებსაც კი აკეთებდნენ ადგილზე, აკეთებდნენ ჩანაწერებს. მაგალითად, ასეც მოსაყდრეშიო აშკარა ლიდერი იყო ამ დღეს. პროტრო პრესვიტერის ზვიადაზე ხშირად გახედავდა ხოლმე ბიზინა ივანიშვილს ტაძარში არ მაგალითად ესეთ ჩანაწერით შეიძლებოდა გაეკეთებინა თეორიულად ტაძარში არ იმყოფებოდნენ ივანიშვილის ოპონენტები მათ შორის არც მაგალითად ყოფილი პრეზიდენტები ზურას ბიშვილი და მარგველაშვილი სამაგიეროდ იყო მისი მორჩილი ელიტა ამგვარი ჩანაწერიც გაჩნდებოდა უთუოდ მთავარი ჩანაწერი კონკრეტულად გუნძიაევისთვის უთუოდ გააკეთა მის მიერვე წარმოგზავნილმა ბელარუსის ეგზარხოსმა ვენიამინმა მიაქციეთ ყურადღება ეგზარხოსმა ვენიამინმა ხაზგასმით ვამბობ ამას რომელიც დარწმუნებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ ამწუხრებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ იმით რომ ხსენებულმა შიომ რომლის მოსაყდრეობაში 2017 წელს დიდად გაირჯა ილარიონ ალფეევი ეს სექსუალურ ძალადობაში მხილებული კაცი იმყოფებოდა სხვა შორის სამებაში ერთხელაც არ ახსენა შიომ დელეგაცია რუსეთიდან ნას никто не обратил внимания ანუ ჩვენ არავინ არ მოგვაქცია ყურადღება ეს იქნებოდა отчётში ჩაწერილი პირველი წინადადება их можно понять მათ შეიძლება გავუგოთ ეს მეორე ხოლო მესამე კი იქნებოდა უთუოდ იქნებოდა ეს так как на похоронах участвовал патриарх Вселенский Кирилл патриарх Вселенский ხო კირილს ამას მისწერდნენ უთუოდ ბართლომეოზია ლაპარაკი დაკრძალვაზე იმყოფებოდა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი კირილს მისწერდნენ ამას დიახ უთუოდ ასე ჩაიწერებოდა ეგრეთ წოდებულ отчётში და მეც უნდა ვთქვა ორი სიტყვა საქმე ისაა რომ რუსეთის დელეგაცია და თან სამართლიანად დიდად არ დააფასეს მართლაც არ დააფასეს თუმცა უთუა რომ მას და გაცილებით წამოსწევდნენ წინ რომ არა ძალიან სერიოზული სტუმრები მსოფლიოდან და კიდევ დიდი კონფლიქტი ბართლომეოსსა და კირილს შორის რომელიც 2018 წელს დაიწყო ეს კონფლიქტი და რომლის თავი და თავის უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება მსოფლიო საპატრიარქოს
მიერ ეს უნდა ვიცოდეთ. დიახ, უკვე წლებია რუსეთის FSB-ს დამატება RPC, Российская православная церковь, ანუ საპატრიარქო რუსეთისა უკრაინაში პუტინის სპეცოპერაციად წოდებულ ომს ამართლებს კი არა, რეალურად ლოცავს. გუნძიაევი ლოცავს იმ ომს, რაც ხდება ახლა უკრაინაში იმ ამბავს რუსების ქმედებებს, რუსი სალდატების, ოკუპანტების ქმედებებს და ამის და კიდევ ხსენებული ავტოკეფალიის არცნობის გამო რუსეთის საპატრიარქო და მსოფლიოს საპატრიარქო დიდ კონფლიქტში არიან, ეს ფაქტია და მე ვიტყვი მეც საბედნიეროდ მსოფლიოს საპატრიარქოსა და რუსეთის ეგრეთ წოდებულ საპატრიარქოს საერთოდ აღარაფერი ერთიანებთ, აკავშირებთ. მესაც ვიტყვი იმასაც ვიტყვი, რომ ქრისტეც კი არ ადუღაბებს მას და ეს კონფლიქტი, ანუ კონფლიქტი ქრისტეს მცველთა და ქრისტეს მტერთა შორის ჩანს სამარადჟამო თუ არა, ხა ესე ფლად ვერ ვიტყვით, მაგრამ დიდხნიანი იქნება და კარგია ეს, ძალიან კარგია ეს, კარგი. მივუბრუნდეთ კუთხეში მიყუჟულ რუსებს. კუთხეში იყვნენ, აკი გითხარით, ისინი მიყუჟულნი მათ, აკი გითხარით, სწორედაც რომ დეტალები უფრო აინტერესებდათ და უთუოდ არ გამორჩებოდათ ერთი და საინტერესო ამბავი, მსოფლიო პატრიარქის მიყვანა ივანიშვილთან შიოს მიერ წარდგენა ივანიშვილისთვის მოსახდრე შიოს მხრიდან თუ მიერ და კიდევ ამ უკანა სიტყვაში, ამ უკანა ხდელის ხსენება მოხსენიება სწორედ ბართლომეოსის მიერ. ზვიადაძე აქვე ვიტყვი პროპრესვიტერი, რომ აი სამღვდლო პირი კითხულობდა თარგმანს ბართლომეოსის სიტყვისა, აი ეს კადრები გადის ახლა და მან გამოთქმი, აი თითქოს ჟრუანტელ მოგრილივით წარმოთქვა სიტყვები, მისი აღმატებულება ბატონი ბიზინა ივანიშვილი ასე მძაფრად თქვა, ზუსტად, ხოლო როცა პატრიარქის ცხედარს სასახლეს წრეს ურტყავდნენ ნამდვილი და სრუმგლოვიარენი და ურტყავდნენ რას საკვირველია წრეს ურტყავდნენ ნამდვილი და სრუმგლოვიარენი, არა მხოლოდ მას, ანუ ზვიადაძეს სხვებსაც გაეპარათ თვალი დამფუძნებელი მამისაკენ, ანუ ბიზინა ივანიშვილისაკენ, ანუ სამების ტაძრის არა ხუროთ მოძღვარისაკენ, არამედ თანადამ ფინანსებლისაკენ. ვიტყვი იმასაც, რომ იმ ხანად, ანუ გამოსვენების დღეს უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ ილია მეორე საყვარელ სიონში დაიკრძალებოდა. გადაწყვეტილი ამბავი იყო ეს. ვიცოდით, თუმცა ბევრს ალბათ უკვე ჰქონდა ფიქრი და ეჭვი, რომ ემან ხომ არ ეწყინაო ბიზინა ივანიშვილს 18 იერარქის ეს გადაწყვეტილება ბიზინას ხომ არ ეწყინა, ხომ არ დამწუხრდაო, იმიტომ რომ მოკლედ ამ ვერსიის თანახმად და ვიმეორებ, ეს არის მხოლოდ ვერსია, არა უმეტეს მხოლოდ ვერსია და მხოლოდ ვერსია ერის მამად წოდებულს ბიზინა ივანიშვილს ქვეყნის დამფუძნებელი რომ გონია თავი, აი იმას უნდოდა ამ ვერსიის თანახმად უნდოდა რომ პატრიარქი მის, ანუ ბიზინა ივანიშვილის, ასეთი აღქმა აქვს შესაძლოა აშენებულ ტაძარში, გრანდიოზულ ჩვენ მასშტაბებში სამებაში დარჩენილიყო და თუ ეს ასეა, ანუ თუ მიუყვებით უხილავი და ხილული დაპირისპირების თაობაზე თეორია ეპიკურ ამბავს, მაშინ უნდა თქვათ, რომ 93 წლის ილია მეორემ, აკი გითხარით, რეჟისორი იყო მეთქი, მთავარმა რეჟისორმა, მათ შორის ამ დღისა ნამდვილად დაჯაბნა ოლიგარქი ამ შემთხვევაში სიონში, სადაც სხვა პატრიარქები განისვინებენ, იქ დამკრძალეთო, ეს დაუბარებია რამდენიმე ღვთისმსახურისათვის პატრიარქ ილია მეორეს და პატრიარქმა, რომელიც 49 წელი მართავდა ეკლესიას, ამით თითქოს თქვა, რომ არაფრით გამოარჩევდა საკუთარ თავს, არ აღიქვამდა საკუთარ თავს სხვა პატრიარქზე უპირატესად. ეს თქვა თითქოს ამით პატრიარქმა ილია მეორემ, რაც ბიზინას შესაძლოა არც უნდოდა, არც აძლევდა ხელს მიზესთა გამო. რამდენს ხვარები ხარ პატრიარქო? ბევრმა იფიქრა ასე იმ დღეს, ბიზინამაც იფიქრა უსათუოდ, უთუოდ, ოღონდ მისი ფიქრის ძირი, ასე ვიტყვი, მიზეზი, ასე ვიტყვი, საფუძველი უნდა იყოს, სხვაგვარი უნდა იყოს წესით. კარგი, დავუბრუნდეთ მთავარ თემას. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ სამებაში მათ ნაკლები ყურადღება დაიმსახურეს, რუსეთის დელეგაციის წევრებმა მაინც მოახერხეს და მოსაყდრე შიოს გადასცეს პირადად პუტინის სამძიმრის წერილი, რომელიც უთუოდ იწყებოდა ასე პრიმიცე, მაი საბალეზნავანი, ანუ მიიღეთ ჩემი
წუხილი სამძიმარი. ოღონდ პუტინმა ამის თქმა საჯაროდ რატომღაც არ გადაწყვიტა. ჩვენ კი უნდა ვთქვათ, რომ ბოროტად მოქმედს, ანუ პუტინს, რუსეთის პრეზიდენტს და მის გაგრძელება გუნჯაევს არაფერი გაუკეთებიათ იმისათვის, რომ თუნდაც მხცოვანი პატრიარქი ერთხელ მაინც დაეფასებინათ რეალურად, ერთხელ მაინც ენგურ გაღმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გადასულიყო ილია მეორე და მოელოცა მაგალითად ბედიის, გამოჩნდება ახლა კადრში, ბედიის ტაძარი, მაგალითად ხაზგასმით ვამბობ, ან მაგალითად ილორის წმინდა გიორგის ტაძარი გამოჩნდება, ეს არის ბედია, უნიკალური ძეგლი და ახლა გამოჩნდება ილორი, რომელიც გამოჩნდება ახლა, რომელიც გარდა იმისა, რომ ოკუპირებულია, ანუ ოკუპირებულ აფხაზეთშია, თავიდან ბოლომდე შეცვლილიცაა, მიაქციეთ ყურადღება ყველაფერს, აბსოლუტურად, მათ შორის გუმბათს. შეცვლილიცაა სწორედ გუნჯაევის ლოცვა კურთხევით და შემზურგს უკარ ხედავთ ამ კადრს, ილორის ტაძრის ფოტო კადრი არის. დიახ, რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ილორი გადაკეთებულია გარედანაც და შიგნიდანაც, კედლები გადათეთრებულია და დატანილია რუსული საეკლესიო არქიტექტურისათვის დამახასიათებელი დეტალები. ტაძრის პირვანდელი არქიტექტურული იერი სრულიად, ვიტყვი ასე, საშლილია გუნჯაევის ლოცვა კურთხევით. კიდევ ერთ დეტალი, ხსენებული გუნჯაევი უწმინდეს არასოდეს მოიხსენიებდა სრული ტიტულატურით. ამაზე ბევრი საუბრობს და მეც ვიტყვი, მაგრამ არ ამბობდა, რომ ილია მეორე იყო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და იმავდროულად ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. პუტინის კირილის არ იყოს ამ წერილში, რომელიც მიაწოდეს სამძიმრის წერილში შიომუჯირს, უთუოდ არ დააფიქსირებდა იმას, რომ პატრიარქი ილია მეორე იყო ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. რამდენი მაქვს სათქმელი და ვერა და ვერ მივედი მთავარ სიტყვამდე ივანიშვილზე გადავალ ახლა მოკლედ ვიტყვი და ვიკითხავ ასე საბოლოო ჯამში ვინაა ივანიშვილი, რატომ ბრძანდებოდა სამებაში, თქვენ რატო არ იყავით მაგალითად შიგნით და ის რატომ იყო არა, მე კი მესმის რომ ოლიგარქს გონია რომ საქართველოს სახელმწიფო მან დააფუძნა, მაგრამ ეს ხომ ასე არაა და ამიტომ კიდევ ერთხელ ვიკითხავ ვინაა იგი, ვიკითხავ ამგვარად ფორმალურად ვინაა, ფორმალისტურად, თორე ვინცაა ყველამ ვიცის, სიონში მისული ხომ არ ჰგავდა, ასე ვიკითხავ ახლა 1802 წელს ამავე ტაძარში გამოჩენილ გენერალ კრონინგს, დასერჩეთ მაინც და მაინც, რომელმაც ქართველებს ნებაყოფლობით საკუთარი დამოუკიდებლობის მოსპობაზე თანხმობის განცხადება და რუსეთის ქვეშემდგომობა შესთავაზა, ქვეშემდგომობის ფიცის დადება შესთავაზა. ხომ არ ჰგავდა, ისე სიონში მოხდა 1802 წელს, ბარემ გეტყვით და ხომ არ ჰგავდა სიონში მისული ბიზინა ივანიშვილი. მოკლედ, ბიზინა მინიმუმ ერთი ბრალიანი პარტიის დამფუძნებელია, მინიმუმ და მეორე მხრივ მინიმუმ ასევე საპატიო თავმჯდომარე ამ ბრალიანი პარტიისა და ოდენ და მხოლოდ და არა უმეტეს რომ ვიცოდეთ მაინც. ახლა გადავიდეთ თავარ სათქმელზე, ოღონდ მოკლე ვიდეო რგოლის შემდეგ. პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ აქტუალური და მთავარი 2-3 კითხვა. ვინ იქნება ახალი კათალიკოსი? ვინც იქნება, რამდენად იქნება ყველასი? ანუ მთელი საზოგადოების, ვისთვისაც ძვირფასია მართლმადიდებელი ეკლესია. და ბოლოს ჩაერევა თუ არა ამ პროცესში ქართული ოცნების ხელისუფლება, თუნდაც ირიბად ხელისუფლება, რომელსაც ბუნებრივია სურს იხილოს ჩუმი, მორჩილი, მის მიმართ ლოიალურად განწყობილი საპატრიარქო ცდუნება, როგორც ასეთი დიდიცაა ამ დაძაბულ დროს, როცა ქართულ ოცნებას ლეგიტიმაციის პრობლემაც აქვს, მას დამატებითი პრობლემები მით უფრო რეიტინგული საპატრიარქოსგან უბრალოდ არ სჭირდება ჩარევა როგორც ასეთი არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე მაგალითად კობახიძე ითქვის, რომ ეს იერარქი უნდა აირჩიონ კათალიკოსად და ის კი მეორე არა. ანუ ამის თქმას ივანიშვილის გუნდი ღიად და უფარავად თავად ალბათ ვერ გაბედავს, მაგრამ ირიბი ჩარევაა ისიც, რომ ქართული ოცნება პროქსი და საკუთარ მედია პროპაგანდისტებს აქტიურებს. ისინი იმუქრებიან სწორედ შანტაჟს
საწყობენ და ერთ ხელისუფლებისათვის ყველაზე მისაღებ კანდიდატურას დაუფარავად უჭერენ ხარს. მოხსნან სხვებმა კანდიდატურა. ილია მეორემ ხომ შიომუჯილი დაადგინა მოსაყდრებ. ეს ხმა ისმის ყოველდღიურად, ეს ხმა ისმის ფორმალისტურად არა იმდენად ივანიშვილის გუნდისაგან, არამედ უფრო მათგან, ვინც მისიცაა, ანუ ივანიშვილისაა და მისკენაც ოლიგარქისკენ არის. ისინი და სწორედ ისინი არად დაგიდევენ ზუსტ ცნობას, რომ მოსაყდრეობა მემკვიდრეობას არ ნიშნავს. ისინი და მხოლოდ ისინი არისმენენ აზრს, რომ შიომუჯილი ისეთივე ჩვეულებრივი კანდიდატი იქნება, როგორც ორი სხვა დანარჩენი 39 იერარქიდან. მოკლედ, უახლოეს დაახლოებით ერთ თვეში ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. ჩვენ კი ვიმსჯელებთ მათ შორის საკითხზე, რუსეთს რა სურს, რუსეთს და არის თუ არა სხვაობები რუსთა ხაწელკებსა და ბიზნეს სურვილუკებს შორის. ვიმსჯელებთ თემაზე ამ ამბავს, როგორც ასეც ჰიბრიდული ომის იარაღად იყენებს თუ არა პუტინის იმპერია, დამპალი იმპერია. მაშასე რა სურს რუსეთს უკვე ახლა, როცა უნდა ავირჩიოთ ახალი პატრიარქი. მე მოკლედ გეტყვით რაც სურს, ჩემს მოსაზრებებს ბუნებრივია და უკვე შემდგომ სტუმრებთან ერთად გავშლი ამ თემას. პირველი, მოსკოვს სურს ისეთი პატრიარქის ხილვა საპატრიარქო ტახტზე, რომელიც მკაფიოდ ისაუბრებს ორი ეკლესიის კავშირზე და გარდაუვალ აუცილებლობაზე, ურთიერთობის გარდაუვალობაზე, აუცილებლობაზე. მას მოსკოვს უნდა ისეთი ლიდერი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომელიც საერთოდ არ დასვამს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ეკლესიების აზრების საკითხს. ვინც მხარად შეინარჩუნებს რუსულ პოზიციას, მაგალითად უკრაინის ავტოკეფალიის არცნობის თაობაზე, ვინც გარკვეულ შემთხვევებში მაინც არ დაჰყვება, არ ეთანამშრომლება მსოფლიო საპატრიარქოსების პრეცედენტები სამწუხაროდ არსებობს, ვინც ახლო და კარგ ურთიერთობაში იქნება მოსკოვის მთავარ პარტნიორთან საქართველოში ბიზინა ივანიშვილთან, ვინც ფართო გაგებით პოლიტიკურ განსაკუთრებით საქართველოს საგარეო კურსის თაობაზე ქადაგად არ დაიუღრება, მით უფრო არაფერს კარგს არ იტყვის საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციის აუცილებლობაზე, ადამიანის უფლებებზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე, ვინც არაფერს იტყვის ამგვარი პატრიარქი უნდა საქართველოში მეტი დემოკრატიისა და მეტი დასავლეთის არსებობის შემოსვლის აუცილებლობაზე, ევროკავშირზე, როგორც ასეთზე, ნატოზე, როგორც ასეთზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოსკოვს სურს, რომ საქართველოს ეკლესია დარჩეს მნიშვნელოვან საკითხებში წყალჩაგუბებულ ინსტიტუციად და როცა ვამბობთ, რომ ეს არის მოსკოვის ხაწელკა, ცხადია ვგულისხმობთ ბიზნეს სურვილსაც, არსებითად განსხვავებული ამოცანები ბიზნეს უბრალოდ არ აქვს. აი ესაა ბიზნეს პროქსების, მედიად წოდებული პროპაგანდის, ცალკეული სპიკერების, ახმამაღლებულების, სხვათა, კიდევ ერთხელ მოვიშვილი ამ სიტყვას ახმამაღლებისა და ერთი კანდიდატის მხარდაჭერის ამ ფოტოზე გადავალთ 2 წუთში რეალური ბიზნესი. მე კი ხო, ეს არის ნამდვილად. მე ამ უკანასკნელზე, ანუ კანდიდატზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, რასაკვირველია, აკი გითხარით, არაფერს ვიტყვი, ანუ არ გამხურდები და ვიტყვი სხვა რამეს. გეტყვით რასაც გულისხმობ. მე ვიტყვი, რომ მოდი შევთელწუს კანდიდატზე არ გავხურდები. და თქმით კი ვიტყვი სხვას. 8 თვე იყო პატრიარქი კირიონი. 8 თვის განმავლობაში. პატრიარქი კირიონ საზაგლიშვილი და იმ 8 თვეში მან უზარმაზარი ლოდი დადო საქართველოს დამოუკიდებლობის საქმეში. მისი ყველა ქადაგება თანაბრად ეხებოდა ქრისტესაც და ქვეყანასაც. 6 წელი დაახლოებით იყო პატრიარქი ამბროსი. აქედან 4 წელი იყო დაჭერილი, დატყვევებული ხავდათ ბოლშევიკ რუსებს. ამის მიუხედავად მისი ყველა სიტყვა, მისი ყველა ქადაგება თანაბრად იყო ღვთისაც, საღვთოც და საეროს, ქრისტეზეც და ქვეყანაზეც. 59 არასრული წელი იყო პატრიარქი ილია მეორე. მისი ყოველი წლის ყველა ეპისტოლე სავსეა საერო საქმეების თაობაზე. მოსაზრებებით ოკუპირებულია ჩვენი ქვეყანა და სულიერ ლიდერს რასაკვირველია აქვს
ასაკუთრებელი აქვს ერთგვარი ირიბი ვალდებულება, რომ ილაპარაკოს საერო საქმეებზე. ილია მეორე ლაპარაკობდა ყველაფერზე, დემოგრაფიაზე, ეკონომიკაზე, განათლებაზე, ჯანდაცვაზე, ადამიანებზე, რაც საკუთრებელია. საქართველოს საგარეო კურსზე და მე არ ვიცი რამდენი წელი იქნება ახალი პატრიარქი, უმაღლესი იერარქი, მაგრამ მე ვიცი, რომ მანაც უნდა ისაუბროს ყველაფერზე. მანაც უნდა ისაუბროს ყველაფერზე, მისგან უკვე დღეს ერისათვის უნდა ისმოდეს ხმა ღვთისა, პატიმრებზე უნდა ისაუბროს, ჩემი წარმოდგენით მათ განთავისუფლებაზე, ადამიანებზე, სიცოცხლეზე, სიყვარულზე, 1000 იმ ამბავზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ილიას ქვეყანაში, ილია ჭავჭავაძის ქვეყანაში, ვაჟა ფშაველას ქვეყანაში, პატრიარქ ამბროსის, პატრიარქ ილია მეორის, ჩემს და თქვენს ქვეყანაში ხდება. და კიდევ იმაზე უნდა ისმოდეს ხმა ეკლესიიდან, რომ პრავა პუტინსკი რუსეთთან ერთად თუ ვივლით, თუ ივლის ჩვენი ქვეყანა, მათ შორის ეკლესიაც, ჩვენი ქვეყანა ყველასი და იღუპება და ბოლოს პატრიარქის დაკრძალვის დღეს ირაკლი კობახიძეს ცალკე და ცალკე კი ივანიშვილს რატომღაც გაახსენდათ გალაქტიონი. აი ის გალაქტიონი, რომელიც მანამდე არც ერთ მათგანს არასოდეს უხსენებია. ბიზინამ თქვა მაშინ ეპოქა დასრულდა დიდი. ღმერთთან მოლაპარაკე ილია ჭავჭავაძეზეა ეს ლექსი. ილია მეორის გარდაცვალებით მისი ეპოქა დასრულდა. თუ ვიტყვით ასე, უნდა ვთქვათ და ახალი ეპოქა კი უნდა დაიწყოს. ესეც უნდა დავურთოთ წინა სიტყვებს და მე გეტყვით, რომ ჩემი აზრით ეს რელევანტური ციტატა იყო ბიზინას მიერ ხსენებული გალაქტიონის გახსენება და იმ ლექსიდან ციტატა. რაც შეეხება კობახიძეს, მან გალაქტიონი ჩემი მოსაზრებით საერთოდ არ იცის. არ იცის იმიტომ, რომ თუ მაინც და მაინც სწორედ 17 მარტს გარდაცვლილი პოეტის რომელიმე ლექსის სტროფი უნდა ეხსენებინა, ეს არ უნდა ყოფილიყო ლექსი მამული. კაშალა აველი ნელმანიავმა და მელანდება მემის სიახში მოხუცი მამა სასხლავით ხელში დადის ვერახში მგონი აღარ წარმოუთქობს. გაცილებით რელევანტური იქნებოდა მაგალითად ეს მიდიხარ ისე მიგაგწვალება თითქოს ზღვის კარად თივას თიბავდე ვინას თქვა შენი გარდაცვალება არა უთუოდ დღეს არასწორედ დღეს თუ უთუოდ დღეს შენ დაიბადე და კიდევ პირველად მიხარია ჩემს ცხოვრებაში რომ ვინმემ არ იცის გალაქტიონი. აი გულახდილად გეუბნებით ამას. აი ყაველაშვილმა რომ იცოდეს ან პაპუაშვილმა კობახიძეც არ იცის, მაგრამ ყაველაშვილსა და პაპუაშვილს ითავხედე რომ ყოფნოდათ ხო წარმოგიდგენიათ რა სიტყოდნენ. მაგალითად მიშას ყაველაშვილს გაახსენდებოდა რავიმე, მაგალითად აქ რომ თაღებია სვეტთა შეკონება, ისე ნაგებია სიზმრის გეგონება, ნეტავინა აგო რა ნიჭმა აგო რამადმა აგო ნიგორწმინდაზეა ეს ლექსი და ამასობაში გახედავდა ხსენებულ ბიზინა ივანიშვილს ქებათაკება ნიგორწმინდას ქვია. იმ ლექსს გვიანდელია, რამდენადაც მახსოვს 1947 წელს დაწერილი. თუ მეხსიერება არ ბღალატობს ყოველ შემთხვევაში. ეს იყო ჩემი ედიტორიალი მძიმე, ალბათ საინტერესო ვარაუდო